მერა ჯუტაი ჯაპანი მე შინგასნა რა უზბეკური არ არის მაგრამ ფრანგული ხო არა ამის შეობა სალამი ძმდები როგორ არის გინდა დღეს უზრდელობის გარეშე უნდა დავამტკიცო რომ არა ვარ ძალიან გთხოვთ მიბოძეთ საჭმელი ნაგაო დღეს გვაქვს ბრიტანულ უზბეკური საჭმელი აჩიკომ გაადრო უზბეკები ხო ისინი თოლში რო არიან ჩუქჩები არიან არა ტაჯიკისტანი ბორატი ხო უზბეკეთი ჩვენ ყიზილბაშები არა მეზობელი მაგრამ მე მგონი რომ ზანგემრიელი ჩვენ გემოებში ვიძრა აკეთე კავკასიონისკენ აგეჭადი ეს არის უზბეკური პური ზანგემრიელი სუნი აქვს შეჭა ცოტა იმის სუნი აქვს ჩვენ რო ისა გვაქვს ბრინჯულა მოიდა ბაქტერიები მინდა ვაი მე გვიშველეთ აი გაგიჟდე ბაქტერიები მინდა ეს არის ბიჭო ვერასოს ვერ გებდი აი ამას რო აგდებენ ხოლმე რა ფლოვი არის ცხვრისა საქონეში საქონელოში აგენიორი ეს ნიოში შემწვარი გაასწორებდა უმათ ეხა ცოტა ის ცუდია მოდი ჭამე და შენ თუ გაიხსენებ სადა გვაქვს ეს ნაჭამი მე მართლა ყურით გაზიბარში ვაჭრე ნოპ ეს ხო ხორციც რა არ არგულია ხორცი განაცნობია მე გეტყვი სადაც ვარ ნაჭამი შენ გამოიცა აუ განაცნობია ეგვიპტეში კაიროში ეგ არის ტრედისგენ იმენა ეგ სააგო მე თქვი იმენა ტრედი ჩემ სად არის ტრედი აი ტრედი ბიჭო ეგ რაც გავს არის სუნელი აი ეს აი როგორ ჭრილება პიში რაღაცა თესლები როა გონია რომ გასვენება მორჩა ხონა წავიდა რა ღირს როგორც ქვეყნის საჭმელი გემრიელია ძმაო ყოსა ჩვენთან სხვაები მოაქვს კაიროსი და კაიროსი გემრიელი საჭმელი არ არსებობს რომც არსებობდეს სუფთა არ არის ის თევზი მახსენდება სულ ბიჭო ჩვენი სპონსორი გრი სამ ფასდაკლებებია და მოკლედ ნებისმიერ მაღაზიებში შეგიძლიათ იკითხოთ გრის კონდიციონერები რომელიც არის იდეალურ ფასად და სამ ზაფხული დააჭერს 45 გრადუს სიცხეებს და ხელოსნები იმაზე აქვია ახალ წელზე მეთონეები ვით ესე დაждდებიან და ფულს დაითვლიან მანამდე შეგიძლიათ რომ წინ დახედულობა გამოიჩინოთ და გამოვხდო იმიტომ რომ 2 წუთი არ ჩართული მაგრამ გავიყინე ბიჭო ეს ხო არ მიაქვს დაჩიკო რო დავიტოვოთ არ შეიძლება ამას ვიტოვე რა ამას ინვენტორული ძრავი აქვს და 100 ლარის მაგივრად თუ ვიხდიდი 70-ს გადავიხდი შენ ბიჭო ხო არ გაგიჟდი მე მინდა იქ ხის ცეხი რო ავაშენე ჩემი იქ ძალიან ცხელა იმიტომ რომ ხე არის ყველაფერი და რო დააჭერს აი ის არის და იქ ამაზე პატარის საშუალება თუ აქვთ თუ არსებობს პატარა ოთახი ამას წავიღებ ცოტა ხანში გთხოვ მართლა ბიჭო თუ მე გადავები ათში სიხარული რო გამოვხატო აუ მეთქი უზბეკურის მერე რა გამიხარდება ბიჭო და კონდიციონერი მოიცა რა ვკიშკაობ ხოდა ერთი რედონთმა და ახალ შემოგვიდა აი პროსტა არაზუსტ არ მიჭამია აი ეს რა
ჩათუთხნი მოთხოვებული ნიორი. გათუთხული. მე არ უნდა იყოს სული ეს. ხო, ეს ძალიან რაღაცნაირი სპეციფიკური გემრუალი, აბა ეს თუ დააბალანსებს. просто ეხა ნიორი უნდა ვჭამო და ბოდიში. იმენა უნდა საჭირო იყო ნიორი. საღოძმებო, უზბეკისტან. молодец, мол. 10-დან 7. მე ზედა მიწამია. ეს არის 10-დან 7. ვა. აუ რაღაცა სისულელე. რა, უზბეკს გამისულა ყველაფერს ავჭამ. ოქტომბრის ლაივიდან სახშიო წახვედი რა ამბავი გადახდა ეგ მოყევიო. ბიჭო, კალასახლა რომ გამოდიხარ, აი ესე უნდა ქნა და გზაზე ხარ რა. აი, მართლა გეუბნები, ესე უნდა ქნა და გზაზე ხარ. მე ვქენი ესე და ესე რა. არ ვიცი რომ ბნელდა ვერ და ჯერ ჯუღმული არის ბიჭო, სამ კალასახლა აი რაღაცა ჯუღმა, რაღაცები დადიან იმენ. სასტუმრო ტრანსლორია 4 არის. ბიჭო, ნორიოს ვიწრო გზებზე აღმოჩნდა ამ ხელა მანქანით რა, ფორდით და ეს ხეები ხო რა ხარუხი გამიდის, მაგრამ უკვე ნერვიულობ ეს ამდენი ხანი დავდივარ ბიჭო, ეს Google მიჩვენებს ისა და როგორც იქნა ვიძრომე რაღაც და დავდექი გზაზე, რომ აი აქ მიჩვენებს Google რომ აქ არის გზა და აი აქ ვდგევარ. აი ეს მანძილმა წინ უყურებ გზას. გზა მიდის, ბნელდება და ნელ-ნელა გზა ჩდება რა. მეთქი ბიჭო, აუ ეს ეთყობა ხალხი ვერ დადისკო, ცუდი გზაა მეთქი. თან რითი ხარ? თან ფორდით ვარ რა. ეს გემას არც ჩაურთავ ხა ხიდებს მეთქი. დინარისავით მოდიოდა რა და მივხვდი რომ კალასთან რომ სახთან რომ დინარი არის, ეგ მდინარე არის ესეც. აქ ხა სიპიქვები რო არის არასწორად და გავექანები მეთქი, ჩავხვდებით ხო და ავალ ეგრევე თქო რა, თან არავინ მიყურებს ბიჭო აქეთ იქიდან. თან ჩემი ბავშვობის ოცნება უნდა ავიხტინო. ჩახტე ბიჭი. უძირო. ხო ავკრიფი აქედან. რო წავედი ბიჭო, რატომღაც მე ფიზიკაში მან შეცდომა მომივიდა რომ ეს გზა ესე არ შვებოდა რა, ეს გზა შვებოდა ესე. წინა მხელა 8 ცილინდრიანი მოტორი. მთელი სიმძიმე წინ არის, უკან ფარღალალო არა პიკაპი არის. რო წავედი, ეგრევე წავედი. ოღონდ რო წავედი ბიჭო, ეს გაგრძელდა, შეგრევ კი არ დავეცი. 1 2 ანუ რაღაც წავედი გაგრძელდა ეს და დავეცი დაბლა. უკანა მხარე დაეცა, მივხვდი რომ ბავქენი და მეთქი ხა ცხვირი ჩარჭობას, მახა შვილი იყო აქედან უნდა ამოხვიდე და ფეხი არც ამიშვია, ჩავაჭინე. და წინო წავედი ეს გზა ხო გამოჩნდა და ამ გზაზე რომ მეთქი გარი ხა უნდა ავხტე და რა ხტები? ეს არის მდინარის კალაპოტი შეჭი. მაგრამ ეხა თან წამებში ფიქრობ ამას, ეხა აქ რო გავჩერდე სიფქვაზე წყალი მოდის შვილო. არ ჩავжди ამის დედას და მეთქი დავაი და დუფ. ისმის ხვა. მეთქი ეთყვა პატკლინიკი ედება. პირველ ხო მაგასაც ფიქრობ ადამიანები, ის პლასტმასი ედება, რომ მანქანა ხო. გადაურთე 4-4-ზე. ეთყობა მოკლე კარდანი აზდატკიდანაც გამოდის ეხა ვინც ეს ეთყვა ის ჩამოვარტყი ბიჭო და გაიგუნა და ეს 4-4-ზე ჩავთე და ეს ჩართო. ესე შე ეთყვა ცოტა ედებოდა ჯერ. მეთქი გადავში პატკლინიკი ედება. ჩავადგი ხო დავცხი ამას როგორც იქნა დავცხი და მანდ მივხვდი რომ აზდატკა აღარ მქონდა გადავწე ისე უკანა ხიდზე ამ ხა 1 საათი ზუსტად აი თელი სოფელი ქვებით იყოს თავსი ამ ქვებს ვისროდი უკანჯე კალას რა დამეკარა ჩავარდი მეთქი ბიჭო ეგენი კამერებით მოვიდოდნენ იქა და ტენი უნდა ჩემ უკუნე ციბნელეში თან მეშინე რომ ეს წყალი რო ადიდდეს უცებ ამის დედა მოდესად ვეღარ წავალ მანქანას არ მივატოვებდი შანსი არ იყო აი მენა 1 საათი ბიჭო 40 ლიტრი წვა ბენზინი მოდის ესე აღარ არის და 1 საათს მე რო ვერავედი მოვუტრიალდი და უკან წამოვედი ეგ იყო როგორი სირცხვილიც აი რომ მოვდიოდი გადამოვედი და სიგარეტი მოვწიე მეთქი ამის დედა ეცი ბიჭო აღარ ვარგოდა მანქანა მართლა აი
ტომი ჯეში რა ამატარებული რაღაც ეჯახება, ხო იცი, აი ინტენსიურად თუ გრძელდება ეს წამში ერთხელ შეჯახება. აღარ მარგოდა მანქანა წინ ხარ რომ გამოვცვალე, აღარაფერი აღარ მარგოდა პოზიში. მოვტრელე წამოვედი, ჩემი დედა. ოღონდ იქაც ვიწვალე, იქაც აღბართიყო იყო. და იქაც ვიწვალე. ეს მეორე პურია? არა, ფორმები აქვს, დაღი და მე არის შემწვარი. არა. ბუბულიკებს ოყიდნენ ხოლმე, ხო იცი? ბუბულიკი. ოღონდ რბილიკი არა, ცოტა გამოარვა, ეგა რა. ესა ვინ გაახვია რა, რატო გაახვია საერთოდ ხა ხომ გონია რომ ვიღაცამ ტიტყნა ხელებში და არ მინდა რა. მინდა. ახსენე. არა, ესა პერაში. ხალხს ვანახოთ. და ხედავი ზო. Shawty wanna take me home, look at how she look, all I'm saying is I ain't saying no. I think that you're doing too much. ეს ოსპის სუპია, თუ რა არის? ეს ალბათ ლიმონი ჭირდება. ლიმონი არ არის. რამდენი იწვარა შენ შემოგევლე ხელებში. ფოტოხალია. ვიზუალიზ ხოლმე მოსწოა. რეცეპტი გამოართვი ეხლა მაგას ვერ გავსვიდო, მაგრამ ღარიბების შაქაფული კი არა ისა. აუ. მოსწავლეობები. ძალიან რა მაგრა, შეზავებული, ბიჭო. იცი რა გემრიელია, ბიჭო. თითქოს აი ლობიოში რო ტყემას ჩაასხავ რა, იმერლებმა იციან ხოლმე. ლიმონი მოხდა. მაგრამ უფრო გემრიელია. გეპეცები რა. თუ გინდა ობიექტი თქვა ბანანი. რავი, ობიექტი, რავი. ფლოუ ცენტერი. ფლოუის ცენტრი, ფლოუის ცენტრი. ფლავის ცენტრი, ქართველები მუშაობენ თუ უზბეკები? არის, უზბეკური დროშა, ყველა კეთილი. საუბრობ. Uzbeks. This is good chakapul. ამაზე იძახი მოვიდაო. უცნაური რაღაცებია, სახელები აქვს ძალიან უცნაური და შეიძლება გემოსი კარგია ძალიან. აქეთ კარგებს ვალაგებ, აქეთ ცუდებს. ვა! ამე გონდა ბუძა. სანამ უზბეკებიდან ჩამოტანილი საჭმელს გავსინჯავ. მანამდე მამაჩემზე უნდა გელაპარაკოთ. ბეცონ სპორტზე. სოფლიო ჩემპიონატის ფენტეზი იწყება ბეცონის აპლიკაციაში. იღებთ აპლიკაციას, შედიხართ, მე რო კალა ვერ გამომოუგე გამომისთვის ეგ იწყება. რაღაცა პრიზებიც იქნება და შეგიძლიათ თქვენი გუნდი აწყოთ, თუ ფიქრობთ რომ მე ვეღარ ვფიქრობ უკვე რომ მე სპორტში შეიძლება დავანებო თავი ფეხბურთს ცოტა ხანი ერთი წელი შევეშვა ექსპერტობას ფეხბურთში, იმიტომ რომ მომბეს და უკვე ამდენი არალეგიტიმური კომენტატორი და მაყურებელი. ამიტომ მე წელი ცოტა ხანი შესვენებას ვაკეთებ, ვიღებ შესვენებას. შემდეგ რაც შეეხება იდეას, შეგიძლიათ ვისაც გევასებათ, თქვენი გუნდი აწყოთ და მოუგოთ ტატოსა, კალასა, შმალასა. გააკეთო გუნდები მაგათმაც. აი სხვა რიტატორი იძახის მე გუნდებში, მაგრამ გააკეთოს მიდი აწყოს, აბა. აი ვიღაცა რომ გამოკაჩავს სხვა რიტატორსა. მე ის მოგებული სკუტერი მისცეს იმასა. დაგილაგეთ თქვენი ცხოვრება, მე წავედი ახლა. ამ საქმიდან არაფერი გამოვა. ეს ეს თემა არის. სულ ნეგატიურ წინას
სულ ნეგატიურ წინასწარმეტყველებას რო აკეთებ ხოლმე, რამე პოზიტიურს ვერ ხედავ უახლოეს მომავალშიო? სიკვდილს. გააჩნი. და ხელი გუშიატრია რა. თუმცა მან დავტოვოთ. ხედავ სიკვდილს. ოღონდ ეს ნამდვილ სიკვდილზე უარესი სიკვდილია რა. იმპერიის სიკვდილს ვხედავ. ვიცოდე? ერთიც და გიგდებ შენს. იმპერიის სიკვდილია. ამოვიდა აქ. ვიღაცა კაცი არის, მეგრელი, ნეგატიური ქვებისგან დამზადებულ ჯოხებს ყიდის რა. თან გასწავლის როგორ უნდა იხმარო. ეს ჯოხები იცი რა არის? მაგნიტური ველის ჯოხები როა. ესე რო გიჭიროს. ერთ ვიდეოში უყურე, მე ხო ეგეთი ასე ვხვდება. ჩვენ შამანებს უგვაქვს ეგეთი ლინკები. ეს ხალხი უწევდა რომ რამდენად ყიდით, თან ეს კაცი იმაშება რა. აი, განძი როგორ ვიპოვოთ უხსნის ხალხს ახლა განძი. ხოდა შემდეგ ვიდეოში უკვე უსაყვარლესი კაცები. მაქვს 5 ცალიო რა. დამზადებული, ეს თვითონ დაამზადა 5 წვილი აქვს, ხო? ეს არის ხო და უეჭველი უნდა დავიცოთ, იმიტომ ილევა, გაიგე მე რა. ეს წყლის მილები რო არის, ეგენია გადაჭრილი, შეგინ თქვები ყრიაო, ოღონდ საიდუმლო არ გეტყვით, რომ თითქოს იმას ვერ გავჭრით და ვერ ამოვიღეთ. მაგრამ საში არის. როგორ ვიპოვოთ განძიო? ძალიან მარტივი არის, შეჩვენა. მე ვისწავლე, შენ არ უყურებ, ბაჭკო, არიც. აი ხავე გაჩვენებ. რუკა ხოდებს. აი რუკა ხო გიდევს. ეს ორიანი წყალზე არის, ცალი უნდა გეჭიროს. ანუ ის ხა, ეს დამოკიდებული ვერაფერს ვერ იპოვი შეჩემა რა. ერთ ცალ გიჭავს. რუკა არა გვაქვს რამე. აი მე წარმოვიდგინე რუკა. აი რუკადეს ხო? აქ ესე გიდევს ფიცარი რა. აი. მომეცი? მომეცი ხშევა სხვა რამეზიც იმუშაობს შეჩემა. აი დედამიწაზე. ოღონდ ხა მომზადება უნდა ამას რაღაცები აქვს. ეს გიჭიროს ესე შვება. აბა ძალავ ჩემო მაპოვნინე განძი იწებ. აი ესე ხო? მოატარებ ამ ჯოხს. ოპა, აჩერებ უკვე, ეს თუ აქეთ წამოვიდა. თუ იქით მიდის მარტო აქა ფურცლით ესე გახაზავ ამას. უკვე ვიცი, იქსი ვიცი უკვე. რატო ვიცი ვიდეო? წავდივდი შეჩერა. ეხა წავიდა. მაპოვნი ადგილი სადაც დიფულ ეს მთლიანად მოდის, ხო? ოპა, ხო, გახაზე. გადაიკვეთა აი სამხრეთ ოკეანესთან, აქან. ეხა უკვე. მერე ამას აგდებ და სამხრეთ ოკეანის რუკას იღებ. უფრო ახლო, უკვე ესა ჩადი, ესა შრომატევადის აკრა. განძი პირატებმა ცალთვალე ამოიჭრეს, რამე დამალეს, შეჩემა. ესე კი ვერ იპოვი კაცო. წავიდა, მაგალითად ქუთაისთან არის განძი. წავიდა, მოდიხარ ისე, უკვე დააპატარავე არეალი. ოპა, ჩახაზე, კარგია. არეალი გაქვს, უკვე დაადებ, უკვე რაღაც ტერიტორიაზე. მერე უკვე აიღებ, მიდიხარ ამებით უკვე ლოკაციაც. ბიჭო, მაგას გეუბნერო. ეს დასაწყისია, ბიჭო. აქ ურთულესი არის. ეს მეორე ხვები გჭირდება, ეს სხვა ქვა არის. რუკის განძის ქვა სხვა ქვა არის, მეწამული ქვები. შიგნით დატენილია ეს, ბიჭო. შენ როგორ მარტო ჯოხი გონია ეს, ბიჭო, ეს ენერგიებით სავსე არის, ბიჭო. რა მოღუნი, აბა მოღუნა. ეს არა, ბიჭო, ეს არის წყლის მილი ეხა, ნუ სხვა ვერ დაამზადა ეხა შე ტექნოლოგია არ არის. წყლის მილში ქვებით არის გამოტენილი ესა, შიგნით და სპილენძის მავთული არის ამაში ჩახრეტილა ჩასმული. ეს ენერგეტიკა ქვებიდან მოდის, ბიჭო. დაიჭირე წყლის მილი, შემიპოვი ეგრე. კაცრავ. ეხა მე ორიანი გადატენილი სხვა ქვები არის უკვე. ადგილზე რომ მიდიხარ, ესა რუკის ქვა სხვა არის. ეს სხვა ქვებია. მიდიხარ, ეს ოპა, დაინახე ქუთაისში პიკენტია საკაბაბი. განძი ნაპოვნია. ერთის მიმართულებას რო იღებენ, უნდა გადაკვეთოს ჯვარედინა, ზუსტი ჯვარედინი წერტნა. თუ ეს მეტი მოუვიდა, ესე იგი ინფორმაცია სხვა რამე შეიცავს. დავიცვი, თუ იყიდე რა. აუ, ვიჟი, ის კაცი ხვდება სულ ეხა შეხვდება რა პრობლემაა რა. ანალიზის ქვები აქვს მე მგონი კიდე და აქვს ავითვალის ქვები. მაშინ ეგეც ერთიანად დავიღოთ, იმიტომ რომ იაფი გამოდის. 80 ლარი სულ ყველაფერი, ალბათ. დავარ, უჭერ და უწერ. ხო დავიკითხე ნოფელა. ეგა ძალიან მაგარი გეფცე. ეხლა ვინც უყურებს მაგ კაცს იცის რა. მე მაინტერესებს მართლა გეუბნები რა. საქართველოში განძი სად არის? ხო და წარმოგიდგენ რამ ხელა პიროვნებაა რომ თვითონ არც ერთი განძი არ უპოვია, იმიტომ რომ ამას ბიზნესურად შეხედა. ეს რო იპოვოს, მე ეს რო გაყიდოს, ვეღარავინ არაფერს იპოვის. ამიტომ ურჩევნია თვითონ დანადგარი გაყიდოს 80 ლარად და ბევრი, 5, 6, 7.
ვიდრე მიხვიდე და არის თამარ მეფის ის იპოვო ეხა განძი, მეფეების განძი, რამდენი განძი იყო რომელიც იკარგებოდა ხოლმე. აი რამდენჯერმე ჩემს ახთას დავინახე ეს კაცი, მოდიო და. და მეუბნები რომ აქ არ არის განძი, მე რომ მივდიოდი ეს თვითონ იმაში ვარ, მე ვარ. ბოლოს რა აწყე შენი ხელით რითიც ყველაზე მეტად ამაყოფო? მე ყველაფერს დავამაყობ, რაც ავაწყე რა. ყველაფერს გავაფიქრე ხარ. თავი ვისხმევინები ხოლმე, მე რო შევხედო, მალად ეს. იმიტომ რომ არ ვიცი, მე რასაც ვაწყობ და რო ავაწყობ ხოლმე, მე ვიცი. ალბათ სახლი მანქანით რა. და ბავშვი მთავარია ის არის ხა, სავაწყე. აი ეს ორი კერძია, რომელი არ ვიცი. მომე, არ მინდა მომე შეჭა, მე გავიგებ. ერთი არის დუხტამი. გეტყვი შეჭემა, ერთში მარტო პამიდორია და მეორეში ჩუჩუკი. ჩუჩუკი ეს არის, ჩუჩუკო შენ. და მეორე არის ჩობანი. ჩუჩუკი და ჩობანი. ჩობანი მანდედან მოდის, შეჩობანო, მანდედან მოდის და გეტყვი რატო მოდის? ჩუბია გეტყვი რომელი არა, ბიჭო, ჩუჩუკი არის ეს და ჩობანი არის ეს და გეტყვი რა. არა, ეს არის ჩობანი და გეტყვი რატო? ეხა ვნახე. ეს არის ერთი პომიდურისა არის ჩუჩუკი. და ჩობანო კი არა და ჩობანო. ედა არ გეკეთებიათ. ამას ვაკეთებდი ხოლმე ხა ცოცხალ პამიდურთან, მაგრამ პამიდურის საწებელი ცოტა ხახვით, ცოტა ისა მწვანელი. ეს არის ჩუჩუკი. გითხარი ეს ჩობანია მე. ეს არის ჩობანი. ჩობანი ნიშნავს არეულს რა, ბევრი რაღაც არეულს, ანუ შეჩობანოს რა უნე, არეულ ტიპს ეუნავე. შევაწყობა, ხო. ბიჭო. მე კი გამოვძახი და. ბიჭო, ერთი სუნელი ხო ხო თუ არა? არა კაც. არის გოსგიმორი? აბა ჩუჩუკი. მარილეკლია. შენ უფრო ჩუჩუკი თუ ჩობანი? ჩობანი. ჩუჩუკს მარილეკლია. გაიგე? ეს ჩობანი კაია. ჩობანს უჩი. ეს არის ერთი ლარის პესნია ხა რაც აქ. ერთი დარჩა. გავდიხ. იმენ ერთი რენდოთო მომიღე და ეგრევე შემოგიდა შენ. ჩუჩუკი ეძახე რა. ეს ნებისმიერ საფიქრებო რომ შეგეძლოს, ოღონდ ისეთი რომ დედამიწის ყველას აუსდება რა შეიქებდი, ყველას აუსრულდეს. დილით კაკ ხასიათზე გაგვიძება შემეძლოს სულ. გენიალური. ფულდაზე არა, იმიტომ ეკონომიკა ჩამოვიდა. აი რა იქნება ქაღალდი შეჭოდა. დილით რო ტიპები შეხვდებიან ბედნიერი სახით ყველა დილას რო კარგად დაიწყებს, მე მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება მე რა რაღაცები ანუ შეცვლი და ეკონომიკასაც კი დაეთყობოდა ეგრე მგონია რა. ჰიტა იუთუბერი რო არ ყოფილიყო რა პროფესია ექნებოდა როგორც იუთუბერია? მგონია ხარა პროფესიაცაა აქ ანუ ეს. აფერისტი. ჰიტა ტიპმა გამოიგონა IQ იმისთვის რომ დაებრალებინა რომ 160 ქონდა შეჭება. თორე რა ვიცოდით ქართველმა IQ რა იყო? ზოგადი განათლება იყო ჩვენთან, ზოგადი განათლება კი. მანდ წყლებოდა ხოლმე ყველანაირი კითხვა. უმაღლესი ზოგადი განათლება. ვсё. ჰიტამ შემოიტანა IQ, იმიტომ რომ თვითონ დაებრალებინა. ერთის და იცოდა აუ ჩამოცხა. ნუ გამოვხდე. თუ იცი რა განსხვავება უზმეკეთს, ყირგიზეთს და ტაჯიკეთს შორის? ჯ. აი ჯ არის აქ სხვანაირად. იქაური თიხისგან დამზადებული ბლოკი მოიტანე შეჭემა? ეს ახალ პურს როგორ ექცევ შენ ბიჭო, ნორმალური თუ ხარ? ჩუჩუკლარ?
ჩუჩუკლარი მიყვარს. ნახე მოყოლ. მე აი პერესკო. პოსტის აი, არ გაგიმართლა დღეს. დიდი მადლობა მთლიან უზბეკეთს. ესეთ გემრიელ სოუსი მოყვა. ბიჭო, ბოლოს ატომაზე ხომ ეს სოუსს რა, ჰა? რომელ სოუსს ხდება ეს სოუსი? ალბათ ნიურის სოუსი. ამას სოუსი. ნიურის სოუსი, იმას ჩუჩუკლარსაც შეიძლება მოუხდეს. დუხტა დუბარსა ეს პირველი რაც იყო. აი ეს ნამცხვარი იქნება, ხა სლატკები ხო გვინ. დებილი ხარ შვილო. შენ რო გავძეხი მე მოგაკ შეჩემა. იმენა, ამას რა ქვია, ჰანზი დახიდი? თუ დუხტა. ეს არის პელმენი შეჩემა. არა, სახელი აქვს სამეფო რაღაცა, მოიცა? მანტი, ესე მარტი ვარ. და იმას ჩუჩუკლარი ერქო და ამას მანტი შეჩემა. პილმენი არის ეს, უზბეკური. ყველას ხო თავის რაღაც უცნაური ისა, გამფრინდა. ჩვენ თუნდაც ძალიან ცხიმიანი არის რა. იმენა ძალიან ცხიმიანია. არ მომეწონა. ნუ შეიძლება იმდენ პილმენსა ვარ მიჩვეული ჩვენებურსა, რომ ეხა ამას ვერ ავჭამ რა. ხინკალს ვიჩია და ხინკალი არის. რა ხინკალი ჯეჯება. არც გაიფიქრო ეგ. ჭამე ჩუჩუკლარი, აი. ამას ხინკალი ლასირი რო გამოჩვენე. ამას თუ ჭამენ ეგ. გესკა, ჩვენა გვაქვს ეგეთიო და დავატყავ კიდევაც. რაღაცა გემოაქვს რა. 10-დან 3. სოფლიო ჩემპიონი მოდის როგორ ემზადებიო? ბიჭო, დილითო ვდგები. ჩაი, მაკარონი, კარტოფილი. საღამოთვის ვარკავ. მანამდე გაცემას ავწერ. ვიჟენი უფრა. ბალიშკობ საფრანგეთს. იმიტომ რომ ახლა ამდენ ხანია პაუზა მქონდა მსოფლიოზე. მე მგინდა რომ ზიდანის მერე დაურეკე კიდევაც უთხარი რომ მეთქი სადმე სტადიონზე მეთქი არა. არც გულში მატკივრებში და ასად მოტივაცია არ იქნება, არც იმის თავმავალი არა. სახელი ზიდანის? ზინედინ ზიდანი? ლეგვის ბოთლით დამწრობის შემთხვევაში კაი ხანი არ ყოფ. აი იქ მოვიდა. ნახე, დაინახე. რა მჭირდა იცი? ბიჭო ეს ცეო ხო ისავქენი და გავიხადე მცხელოდა ბიჭო. კიდე გავიხადე, ტანზე და ისე დავსვარკე. ანუ ზაგარს იწვევი რა, ხო. დამწრობა არის, ხო ჩავარ. არა, მოიცა დამწრობაა თუ დამწრობა. სოლარიუმში რო აი გადაუწიო ბოლომდე და მიიწვას რა. აღარ მე ვაფშე არ გამდის, ეგეთი შუტკა აღარაფერი აღარ გამდის. მართლა გეუბნები. თან ხვდებოდი რომ ვიწვებოდი, თან სუნი იდგა ბიჭო ხორცისა დამწვრისა. გეფიცები რა და მე აღარ დედა რა უნდა ხორცის. შენ ზაღლები როგორ არიან? ტობი რამდენი წელს არის სამასობაში? ტობი 3 წელისაა არის, უკვე გაძაღლებული არის 2. 2 ხო. ენდი არის 16-ისაა. ენდი. დაწუნდი ხარ. კი, შეჭა. ამ რაღაცა ბევრია. კიბეებიდან ხელით ჩამოყავს, შეიძლება მოაჯირი არა მაგ და შეიძლება პროსტა მიდის და ყირავდება, შეიძლება ვარ მოკვდეს აუფარე ხა. ბიჭო, გორში იყო ეს ენდი რა, რამაზასთან ერთად. იყო გორში რა. იქ უვლიდნენ იმას შევადე და ნუ ჩავდეთ ხო ამ ზაღთას ვნახავთ, მაგრამ ბიჭო, მომაკვდავი იყო ბოლოს მეთქი სული უნდა დალიოს და მოდი მეთქი წავიყვანოთ თბილისში და ჩვენთან დალიოს სული მეთქი ხა რა. 14 წლისაო რაღაცა ეგრე და ჩამოვიყვანე ჩემი დედა. აქ მომუნდა ჭამა, სმა. ფერზე წამოდგომა სირბილი. ყურს არ ესმოდა ხა ესმის, სუნით აგნებს და 2 წელი კარგი სტრაქს ჩემი დედა. თან ის არის ბიჭო, სუნი აქვს სპეციფიური რა. როგორ გითხრა, მოხუცებულს რა რაღაცა კი ბან რაღაცა, მაგრამ მაინც გარეთ არის რა, სახში ვერ იქნება ფიზიკურად, იმიტომ სუნი აქვს და აროჩი რა. გველების ჭაჭა უნდა დაგველი 1000 ლარზე, კიდე კაი J7-ზეაო. არ დავლო
კიდია შეჩემა. არა, ხალხმა დალიოს და შენ დალიე და მე არ დავლევ მაგას. შეგვიყო. გლიცერინი შარი ამოვლებული რაღაც გველები არის. ბოდიში რა. ესენიც კაი ისინი არიან. ბოდიში რა შევაწყობ ამ შემთხვევით რომ მივიდა გველზე. ავედი გამოიწეთ უზბეკური სამზარეულოი. ეს მას ოსპი არის მაგარი ბიჭო. ოსპისა ბელჯი ოსპის კატალეტი ნაჭამი გა. სამჯერ გადმოვყარე, კიდე კაი ახლა არავინად გეხართ, თორე გაგხრიტავდით ბოლოს. ეხა ისეთი დაცობილი გადმოვაგდე, რომ უჰაერობისგან თან მეხვიც უკვე ტრაქტორი ისე მაქვს რა. აქედან თუ სულ კაი სიკეტება მე და აქ წავედი რა. წავედით.